არჩევნები ახლოვდება და წინა საარჩევნო კამპანიასთან ერთად როგორც ჩანს სამწუხაროდ პიკს აღწევს დაძაბულობაც. გორში ამომრჩეველთან ირაკლი ოქრუაშვილი შეხვედრისას შეკრებილების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად 2 მოქალაქე დაიჭრა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე 2 მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. წესასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიმართულებით. თავდასხმელი იდენტიფიცირებულია. ვის ადანაშაულებს მომხდარში ირაკლი ოქრუაშვილი და რას ყვებიან შემთხვევის თვითმხილველები. ნინო ფისაძე მუშაობს ადგილზე. Სულ რამდენიმე წუთის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ოქრუაშვილის განცხადებით ის გორში სადგურის დასახლებაში ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც მასთან 2 პირი მივიდა და შეხვედრის ჩაშლა შეეცადა, რასაც მათ შორის შეხლა შემოხლაც მოყვა. ამის შემდეგ ოქრუაშვილის თქმით ერთ-ერთმა პირმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და 4 გასროლა განახორციელა. ოქრუაშვილი ასახელებს ამ 2 პირის გვარებსაც და აცხადებს, რომ ერთ-ერთი რამდენჯერმე ნასამართლებია. შემთხვევის შედეგად, ინციდენტის შედეგად დაჭრილია 2 ადამიანი, ერთ-ერთი ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრია, ხოლო მეორე უბნის კოორდინატორი. ოქრუაშვილი მომხდართან დაკავშირებით მმართველ პარტიას და მასთან დაახლოებულ პირებს ადანაშაულებს. ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორი ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ბოლოს მე-4 თუ მე-5 შეხვედრაზე დაახლოებით ზუსტად აღარ მახსოვს. მან მოიყვანა ვინმე არაერთგზის ნასამართლები მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭრაზე და ასე შემდეგ, იარაღის უკანონო დარებაზე. ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში, რომელთასაც ჰქონდა სურვილი ასევე აერია ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა. ჩემი დაცვის თანამშრომლებმა საკმაოდ კორექტულად, საკმაოდ დელიკატურად აუხსნეს მას ყველაფერი, რომ ის არ გამოუვიდა და ბოლოს შეხლა შემოხლის შედეგად მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა მოახდინა, როგორც ჩემს მიმართ, ასევე ჩემი დაცვის წევრების მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში გორში შეინიშნებოდა, განსაკუთრებით შეინიშნებოდა ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების საკმაო გააქტიურება საარჩევნო პროცესში. ამ ყველაფრის თავი და თავი გახლდათ კახაკალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა აი ამ ბიჭების ამდაგარ აქტიურობას. მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ისევე როგორც სახელმწიფოებრივად მიმდგომი და მოაზროვნე ამ შემთხვევაში. არ ვაპირებ ადამიანის ჩემი მეთოდებით, ჩემი ძალებით ძებნას, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული გამაჩნია, მე ვაპირებ დაველოდო პოლიციის რეაგირებას და პოლიციას აქვს საკმაოდ მცირე დრო იმისათვის, რომ ეს ადამიანი იპოვოს. ჩვენ ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, გზის მონაკვეთი, სადაც ინციდენტი მოხდა, გადაკეტილი, აქ იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ჩვენ ასევე ვესაუბრებთ თვითმხილველებს, რომლებიც იხსენებენ მომხდარის დეტალებს. იქ იყვნენ მოსახლეობა, ასევე ბავშვები, დაჭრილი ყავს 2 ადამიანი, გასროლა მოახდინა, ორჯერ მოახდინა გასროლა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, ორჯერ ჩვენს მიმართ. ოქრუაშვილი უნდა ჩაეტარებინა მიტინგი. უნდა გამოსულიყო იმისა, დავწერებოდა. გამოვიდი სრულს მოგავიგე და შევედის რა. რამდენი ადამიანია დაჭრილი? არის 2 თქოს არის 2. 17 საათსა და 20 წუთზე მოყვანილია კლინიკაში 2 პაციენტი, კოშაძე კობა 40 წლის, მარცხენა წვივის ძვლების ცეცხლსროლი ღია ფრაგმენტოვანი მოტეხილობის დიაგნოზი და მეორე თომაშვილი ბიძინა 36 წლის, მარჯვენა წინამხრის ძვლების ცეცხლსროლი ღია მოტეხილობით. ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა საყურადღებო მიღებული გამოცდის გათვალისწინებით ორივე საჭიროებენ გადაუდებელ ოპერაციულ კურნალობას და მზადდებიან საოპერაციო ბლოკში ასაკმართ ამ ეტაპისთვის. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლით არის აღძრული 226 და 117 მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები და პირი, რომელმაც გასროლა მოახდინა, იდენტიფიცირებულია. ეს არის ამ დროისთვის ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრმა გაავრცელა. ეს ნინო ფისაძე იყო და მმართველი პარტიის მისამართით ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში.
რომ გვაქვს ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით და შეგვიძლია სრულად გამოვიწყოთ ამ ინციდენტში ქართული ოცნების აქტივისტების მონაწილეობა და მით უმეტეს ქართული ოცნების ლიდერების მონაწილეობა. გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაბარაკების ნიადაგზე. შელაბარაკება დაიწყო ირაკლი ოქროაშვილს და მის ხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის და სამწუხარო რომ ამ ყველაფერს მოყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში. ჩვენთვის ბუნებრივია დასაგმობია ეს ყველაფერი რაც იქ მოხდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ქონდა პოლიტიკური სარჩული, ქმედების მოტივი იყო არაპოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაბარაკების საფუძველზე ირაკლი ოქროაშვილს და მის ხარდამჭერებსა და კონკრეტულ გორის მოსახლეებს შორის.